საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია, ღვთისწყალობით მეფე მართავდა და დღეს ხშირი შემთხვევა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება მეფე, მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გამონახავს გზებს მშვიდობისაკენ, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში. დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა აკრიტიკებენ ეკლესიას. არ უნდა შეგვეშინდეს ამისგან. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავთსაყუდელი, ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთით აქცევს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.